ზურაფარჯიანი, გამარჯობა, ყოფილი დიპლომატი და ამერიკის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებული თავის დროზე, მადლობა შენი დროისთვის. მინდა გთხოვო, რომ ვისაუბროთ უკრაინაზე, კონკრეტულად და შავ ზღვაზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ანუ კონტექსტი მერე ესე. 3 წელი სრულდება, თებერვალია, 3 წელი სრულდება უკვე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ამ ქვეყანაში. განადგურებული და დანგრეული ნახევარი ქვეყანა, 1000-ობით, 100,000-ობით სიცოცხლე შეწირული. რას უნდა ველოდოთ? როგორი არის ამ ომის, ასე ვთქვათ, შედეგები და რა შეიძლება იყოს ხვალ? ესეთი კითხვა რა $1,000,000-ზე, ხო, ანუ კითხვა რომელიც პასუხიც არათუ ჩემთვის გაცილებით მეტი ინფორმაციის მქონე ადამიანისთვის ძნელი იქნება, იმიტომ რომ ამ სიტუაციაში არის არ მარტო რამდენიმე ქვეყანა უშუალოდ ჩართული რა, არის ისეთ ქვეყნების უშუალო უსაფრთხოების ინტერესებიც სიტყვაზე ჩინეთის შემთხვევაში საერთოდ შეიძლება ეკონომიკური ინტერესიც ვისაუბროთ, რომ ძალიან რთული იქნება იმ პროგნოზის გაკეთება, რა მოხდება. ახლა თუნდაც აი 2 დღის ინფორმაცია რო ავიღოთ, კიტკელოგმა უნდა წარადგინოს მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის გეგმა, ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით და იმავდროულად გუშინ აღმოსავლეთში, ანუ ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტლოფი, უეცად ჩაფრინდა მოსკოვში, გამართა იქ რაც შეხვედრები და წამოიყვანა უკან ერთ-ერთი ამერიკელი, რომელიც უკანოდ იყო პატიმრობაში რუსეთში რა და ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უიტლოფსაც დაახლოებით იგივე უფლებამოსილებები აქვს, ყოველ შემთხვევაში მას შეუძლია რომ რაღაც ცალკე თავისი დიპლომატიური არხი გაჭრას რუსებთან, როგორც კელოგს რა. ანუ ეს ძალიან დამბნეველია ელემენტარულად თუნდაც ნეიტრალური ადამიანებისთვის, რომ საბოლოო ჯამში რომელი გეგმა იმუშავებს, ასევე JD Vance ჩადის მიუნხენის კონფერენციაზე და დაანონსებულია ხო შეხვედრები ზელენსკისთანაც, ევროპის ლიდერებთანაც და ასე შემდეგ. რა, შესაბამისად ამ დროს რომ შენ საქართველოსთან რამე ესეთი კონკრეტული პროგნოზები აკეთო, ძნელია. მეორე მხრივ, ბუნებრივია რაღაც პროგნოზების გაკეთება მაინც ალბათ შეგვიძლია რა. პირველი გამოვიდეთ იქიდან, რომ უკრაინასაც და რუსეთსაც აქვს გაცხადებული ისეთი მიზნები და ისეთი აი მოლაპარაკებების პოზიციები თავიდან გაცხადებული იმდან შორისორსა ერთმანეთისგან, რომ მათ დაახლოება თქოს ერთ შეხვედრით წარმოგიდგენლად ჩანს. მაგრამ ტრამპის მოსვლის მე რაც შეიცვალა ზელენსკის და პუტინის მხრიდანაც გაცილებით რბილი განცხადებები კეთდება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ხო? არც პუტინი არა, იმდენად კატეგორიულად წინააღმდეგი, როგორც თქვა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო და რაღაც იძახდა, რომ აი ჩვენი პირობები აუცილებლად უნდა იყოს დაცული, და არც ზელენსკი. მეორე მხრივ, სიტყვაზე პუტინი შეიძლება ერთს ამბობდეს, მაგრამ ლავროვი ამბობდეს მეორეს. რა? ახლა გასაგებია, რომ ლავროვი პუტინს ვერასოდეს ვერ გადაახტება, ესე ვთქვათ. რა? მაგრამ ეგ შეგვიძლია რაღაც ვაჭრობის ელემენტად აღვიქვათ, რომ ლავროვის თუ პესკოვის მეშვეობით მაინც გაცილებით რადიკალურ რაღაცებს აშხერებს პუტინი. რა, ანუ ისეთ არარეალურ მოთხოვნებს აყენებს, მაგალითად ხერსონის ოლქი უნდა სრულიად, ხო? ქალაქი ხერსონის ჩათვლით, რომელიც, გახსოვთ ალბათ, სუმპარამპატი დათმეს და მოუწიათ გასვლა რუსებს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე პოზიციები საბოლოო ჯამში სად დაუახლოვდება ერთმანეთს, ნენსათქმელია. ერთი რაც უნდა ითქვას ტრამპის სასარგებლოდ, ტრამპს აქვს ძალიან ხისტი მიდგომები რა, აი ტრამპმა შუალედური ზომები მაინც და მაინც არც იცის, არც უყვარს. ახლა ტრამპის პოლიტიკა რო ავიღოთ ტარიფებთან დაკავშირებით, ხო? გასაგებია, რომ სავაჭრო ომში ჩაბმა ამერიკისთვის, თუნდაც მექსიკასთან, თუნდაც კანადასთან თუ ეს გაგრძელდებოდა რაღაც ხანგრძლივი ვადით, არ იქნებოდა მოგებიანი რა. მაგრამ თუ ამერიკა ამას უბრალოდ იყენებს რაღაც ბერკეტის სახით, ხო? რომ მექსიკამ საპასუხო რაღაც ნაბიჯები გადადგას და რეალურად ამ ტარიფების დაწესებამდე არც კი მიდის საქმე. რა, ანუ ისე აღწევს ამერიკა თავის მიზანს, ხო, მაშინ შესაბამისად ეფექტიანი გამოდის. ხო, ეს ყველაფერი ეფექტურის და ეფექტიანის
ერთდროულად რა ის რასაც ტრამპი აკეთებს. ამიტომ გამოვა ეს რუსეთის შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ არარეალურია, ძალიან რეალისტური ჩანს გამომდინარე იქიდან რომ ბოლოს უკვე ჯორჯხენებით ომობენ, ან ლოგისტიკას თუ დააკვირდებით რუსების ფრონტის ხაზზე, ვინც ძალიან ინტენსიურად უყურებს ჩართულია ამ მოვლენებში, ან საქართველოსთან ვინც უყურებს იმას გულისხმობ, ან ძალიან ხშირია ვიდეოები, სადაც აი პირდაპირ ყავარჯნებზე არიან რუსი რაღაცა მოიერიშეების, ხო, ატრიადა შტურმ, რაღაც ქვია. მათი რაღაც მებრძოლები და ყავარჯნებით მიდიან მოწინააღმდეგის პოზიციის ასაღებად, ხო? პლუს მართლა ვირებით გადააქვთ აღჭურვილობა ფრონტის ხაზზე. ასევე ის ასაც ხედავთ რომ რაღაც ომამდე ხო იყო რაღაც TV-ს ვესდაზე და სხვა არხებზე მიდიოდა ეს სული პროპაგანდა რუსული არაღი იყო ყველაზე მაგარი, ყველაზე თანამედროვე და ამ შემდეგ და დღეს მე ვთქვი რუსეთში პრაქტიკულად 70%-თან შემცირებული საბჭოთა ჯავშანსატანკო მარაგები. ან ეს რუსულ მარაგებზე არაა საუბარი, ან საბჭოთა კავშირი ემზადებოდა ომისთვის თქნიათ ნატოს ბლოკთან, რა? და ამასთან ერთად აქცენტი კეთდებოდა ზუსტად ჯავშანსატანკო რაღაც მექანიზირებულ ნაწილებზე. დღეს იმათი მარაგები რო არის 70%-ით შემცირებული, ეს რაღაცაზე მეტყველებს და ეს ფრონტის ხაზზეც აისახება ხა ბაიკებით და ველოსიპედებით რომ მიდიხარ შტურმზე და ყავარჯნებით, ეგ არ მეტყველებს იმას რომ შენ მაინც ამის კარგი მდგომარეობა გაქვს. მეორე მხრივ უკრაინის მხრიდან რასაც ხედავთ არის ის რომ ძალიან უკრაინელებს აკლიათ მებრძოლები რა. ანუ ფრონტის ხაზზე როგორ თქვა ანუ რუსულად არის მიდაკომპლექტაცია. ხო, დაუკომპლექტებელი, კი. დანაყოფებში ჯარისკაცების უკმარისობა, კი. კი ბატონო, დანაყოფებში ჯარისკაცების უკმარისობა, რაც ბუნებრივია გადაითარგმნება სანგრებში ჯარისკაცების უკმარისობაში და უკრაინელებს უბრალოდ არ ყოფნით ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს გამაგრებული, თქვა რავი, გამაგრებული პოზიცია თუ სანგარი თუ დასახლებული პუნქტი და ასე შემდეგ. რა, ანუ აქეთან მხარესაც არის პრობლემა. ტექნიკის მხრივ უნდა ითქვას, რომ უკრაინას მეტნაკლებად მაინც თანამედროვე დასავლური შეიარაღება ტექნიკა მიაწოდეს და აი უკრაინული მხრიდან ისეთ კადრებს როგორც აი რუსული მხრიდანაა ვერ ხედავ. ბაიკებით ჯერჯერობით უკრაინელები არ მოძრაობენ. თუმცა ის უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელები ძალიან დიდი ხანია უკვე წელიწადზე მეტია, წელიწად ნახევარი თავიდან მომდე კურსკის და აი ხა მგონი კონჩეტოვა წამოიწყეს პოკროვსკთან მაგ მიმართულებების გარდა უკრაინელები ძირითადად თავდაცვაში არიან, მაგრამ კურსკის მიმართულებით რაც ხედავთ, ახლა შეტევით ოპერაციებში ვინც მონაწილეობს, მართლა ვერ ხედავ რომ რაღაც ან ბაიკით არიან, ან მოპედით სადმე უკრაინელები. კარგად აღჭურვილობა. საკმაოდ, კი. საკმაოდ და აი ეს არის ზუსტად ის ბერკეტი, სადაც ტრამპს შეუძლია იმოქმედოს, ანუ ტრამპი თუ დაუშვათ რუსეთი არ წავიდა რაღაც დათმობებზე, ტრამპს უბრალოდ შეუძლია გაცილებით სწრაფად გაზარდოს ამ აღჭურვილობის მიწოდება, ამასთან ერთად უბრალოდ გაზარდოს და გაამრავალფეროვნოს ნომენკლატურა. ტომაჰავკების მიწოდებაზეც კი იყო საუბარი, ყოველ შემთხვევაში ზელენსკიმ მოითხოვა და ტრამპი არა ის ადამიანი, რომელიც სიტყვაზე ეგეთ რამეებზე უკან დაიხევს. აი დემოკრატების, ბაიდენის ადმინისტრაციასგან რაც იყო რა, ცუდი მომენტი რაც იყო ხშირად იყო ბევრი ლაპარაკი, მაგრამ იყო ნაკლებ მოქმედება რა. და ტრამპის შემთხვევაში ალბათ პირიქით უნდა ველოდოთ რა, მეტ მოქმედებას და შედეგებისაგან ალბათ ნაკლებ ლაპარაკს. ზურა, რა შემთხვევაში შეიძლება, ანუ გასაგებია რომ ცეცხლის შესაძლოა, შეწყდეს შესაძლოა გაიყინოს და ამისკენ მიდიან, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მიზანი, ხო? არც ერთი მხარის, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ არის აქ, ხო? ბუნებრივია არ არის. რა არის მაგალითად ერთი მხარის გეგმა მაქსიმუმი და მეორე მხარის გეგმა მაქსიმუმი. ანუ ინტერესები როგორი არის? ეგ არის ძალიან კარგი კითხვა და უნდა დაუბრუნდეთ ომის დასაწყისს რა. ანუ ის რომ ომი დაიწყო თითქოს რაღაც იმის გამო რომ უკრაინა გახდებოდა ნატოს წევრი და შემცირდებოდა რაკეტების მიფრენის დროს, ყბადაღებული რუსულად ვიტყვით, პატრიოტნე время რაკეტ რა, ეს არის ნონსენსი, გამომდინარე იქიდან რომ ფინეთი მაშინ 5 ჯერ უნდა გადაებომბათ სანამ განაცხადის გაკეთებიდან ნატოში გაწევრიანებამდე, ხო? იმიტომ რომ ფინეთთან მიიღეს
1300 კილომეტრიანი საზღვარი და რაკეტების მიფრენის დრო დაახლოებით 15 წუთია პეტერბურგამდე რა. ძალიან მცირე მანძილია რუსეთის ნომერულ ქალაქამდე, ხო? შესაბამისად, უკრაინის წინააღმდეგ ომის და ამ აგრესიის მიზანი ალბათ უფრო უნდა ვეძებოთ იმ იმპერიულ ზარხვებში, რაც რუსეთს ახასიათებს. ანუ პერიოდულად რუსეთის სათავეში მოდის ხოლმე პიროვნება, რომელსაც აქვს ეს იდეა ფიქსი, რომ ტერიტორიები უნდა გააფართოს და ასე შემდეგ. და რევანშიზმი ამ შემთხვევაში. ანუ მიცვლა და შემოერთება იმ ტერიტორიების, რომლებიც ეკუთვნოდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს და რუსეთის იმპერიას იმ შემთხვევაში თუ გამოუვათ, ხო? და უნდა გავიხსენოთ ის რაც ძახდნენ კიევს და ტრინა, ანუ კიევი 3 დღეში და ყველაზე მთავარი კიევ მать городов русских, ანუ კიევი რუსული ქალაქების დედა. ანუ იმ რაღაც საკრალური რუსეთის შექმნისათვის, რომლის იდეაც პუტინს და მის გარშემო რაღაცა 70 წელს გადაცილებული ადამიანების წრეს აქვს, რომლებიც პატრუშევი იქნება ნარიშკინი თუ სხვები, რომლებიც დღეს რეალურად რუსეთს მართავენ. იმპერიის აღდგენა კიევის გარეშე შეუძლებელია რა. კიევი არის ერთ-ერთი მარგალიტი და პლუს კიევური რუსიდან იწყება რუსის ისტორია, ხო? ეხლა შეუძლებელია შენ კონდეს რუსეთის იმპერიის აღდგენაზე პრეტენზია და კიევი არ იყოს შენ ნაწილი. ანუ შესაბამისად პრობლემა მაქსიმუმი ეს ყოველ ვარიანტშია კიევი. კიევთან ერთად ოდესა, ხო, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია მათთვის რაღაცა კულტურული იმპერიული მხრივ და რავი დნეპრის იქეთ და აქეთ ყველა ქალაქი სადაც ხელი მე თქვა მიუწვდებათ, მაგრამ პირველ რიგში ჩამოთვალოთ ანუ კულტურულად და რაღაცა ისეთი იმპერიული მეხსიერების მხრივ მნიშვნელოვანია ოდესა ფლიანად შემოერთება. ინტელექტუალურად საწარმოო მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი და ხარკოვი, ასევე რა ვიცი, სუმი, ჩერნიგოვი არაფერზე ვარს არ იტყვის დასავლეთ უკრაინის ჩათვლით რა. ის რიტორიკაც კი რო აი დასავლეთ უკრაინა თითქოს არ აინტერესებს და ვიღაცას უნდა მისცენ, ეგ არის სისულელე რა. ანუ სადაც მიუწვდებათ ხელი წავლენ, მაგრამ მოდი პროგრამა მაქსიმუმად ავიღოთ. დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი, სუმი, ჩერნიგოვი, კიევი და ოდესა ნიკოლაევის ოლქები. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მთლიანი წაღება. პრაქტიკულად ქვეყნის მთლიანი წაღება შეიძლება რაღაც გორული ნაწილი, ანუ უნგრელებს რაღაც 2 კვადრატული კილომეტრი მიუგდონ, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის გარეშე იმპერიის აღდგენა წარმოუდგენელია, ფაქტია, რომ ეს იყო ომის თავდაპირველი მიზანი. ანუ უკრაინის სრული ანიჰილაცია არის. ამაზე ვსაუბრობ. კი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავიხსენოთ რა იყო ომის მიზანი. ომის მიზანი იყო ეს. რიტორიკა, რასაც პროპაგანდისტები ამბობდნენ, იყო ეს, რომ კიევი არის რუსული ქალაქების დედა და მის გარეშე რუსეთი ჩვენთვის წარმოუდგენელია. ზურა, რა არის უკრაინის გეგმა მაქსიმუმი? უკრაინის გეგმა მაქსიმუმი ბუნებრივია 91 წლის საზღვრებზე გასვლა არის, მაგრამ პრაქტიკულად ყველათან ხდება, რომ არსებული რესურსებით უკრაინის მიერ 91 წლის საზღვრებზე გასვლა მხოლოდ იმ ვარიანტია შესაძლებელი, რუსეთი თუ ჩამოიშლება, ასე ვთქვათ. პრიგოჟინის აჯანყება რო წარმატებული გამხდარიყო და თავშოთ სამოქალაქო ომის სცენარის წინაშე დამდგარიყო რუსეთი, მაშინ ალბათ 91 წლის საზღვრებზე გასვლა რეალისტური იქნებოდა. მოდი მაშინ ჩამოვიდეთ ცოტა დაბლა და ვთქვათ გეგმა მინიმუმი რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში. რეალისტური რა შეიძლება იყოს ორივე მხარისთვის პლუს ჩინეთის და ამერიკის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ. ეხლა რაც მიდის საუბარი, ეს არის კონფლიქტის გაყინვა ფრონტის ხაზზე, გააჩნია სადგაიulis ფრონტის ხაზზე დაუშვათ მაისისთვის. პუტინს მოსწონს ეს რაღაც წმინდა საკრალური თარიღები და მისთვის სასურველი იქნება 9 მაისს რაღაც პარადის გასვლა. პრინციპში სანამ ატალა ხდება და სანამ წვიმების სეზონი დაიწყება და რაღაც. ხო, მაგრამ ის არ მიმდინარეობს ყველაფერი, როგორც პუტინს უნდა, თორემ აქამდე დიდი ხნის ჩავლილი იქნებოდა პარადი ხრეშატიკზე, ხო? შესაბამისად, რეალისტურია თუ უკრაინა შეძლებს კურსკის შენარჩუნებას, აუცილებლად წავა საუბარი გაცვლაზე. მიდის საუბრები იმაზე, რომ უკრაინას სურს მიიღოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი, ანუ უკან დაიბრუნოს ის რაც თავისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თქო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბუნებრივია ხა რუსეთი არა განწყობილი რამე მისცეს, მაგრამ
შეიძლება ან სრულად მოუწიოს ელექტროსადგურის გადაცემა, ან შეიძლება მოუწიოს თქვათ კონტროლის გადაცემა რაღაც გაეროს ეგიდით, მაგატეს ეგიდით თქვათ ექსპერტებისთვის გაურკვეველია რა, ერთ-ერთი სავაჭრო პუნქტი აუცილებლად იქნება ზაპოროჟიეს ატომოელექტროსადგური, თუმცა აქედან მხრიდან სუჯას გამონაწილებელი სადგური არის, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იმ მასშტაბს ვერ შეედრება. არა, მასშტაბს ვერ შეედრება, მაგრამ ონკანია რა გაზის, რა რომელთაც ევროპაზე მიდის გაზი. შესაბამისად, შეიძლება იყოს გარკვეული ფაქტორი და პლუს ტერიტორიების გაცვლა, ან შეიძლება კურსკის ტერიტორია გაიცვალოს ხარკოვის ოლქში, რაც აქვთ წინსვლა გარკვეულ მონაკვეთებში რუსებს და ფრონტის ხაზი ალბათ გაიყინება იმ ადგილებში, სადაც გადის, ოღონდ აი მან საინტერესო ისაა, რომ რეალურად თუ ფრონტის ხაზი დღესო გაიყენოს ფრონტის ხაზი რა გამოდის, რომ რუსეთმა დაიწყო ომი და რუსეთმა დონეცკი და ლუგანსკიც ვერ მიიღო ბოლომდე 100%-ით, ხო? ანუ ამ ეტაპზე რუსეთი ვერ აკონტროლებს პოკროვსკს, ვერ აკონტროლებს სლავიანსკ, კრამატორსკს, დიდი აგლომერაცია, საკმაოდ ხო დიდი გაერთიანება ქალაქური, ხო და შეაწყვიტა მილიონ ჯარისკაცამდე. და რას უშვება მე ამათ? ანუ აი შენ იცი მაგალითად რომ პირველი შეკვეთილი მკვლელობა მოხდა FPV დრონით რუსეთში, საბაიკალიას რეგიონში, ერთ-ერთი ფერმერი კონკურენტმა FPV დრონით მოკლა და ეხლა მიდის გამოძიება დასადგენად რომელი ვეტერანი იყო ნეტამან ჩასული ესეულო. ზურა, კითხვა. ეს ყველაფერი მაგალითად რეალისტური გეგმა რომ შესრულდეს მაგალითად, რაღაცები მოხდა, გაიყინა. ეს ნიშნავს უკრაინისთვის უსაფრთხოებას. უკრაინა თავს იგრძნობს უსაფრთხოდ და აქვე ანუ რუსეთი აღარ შეეცდება წინ წასვლას. ეს ხომ მისთვის რაღაცა დრო იქნება იმისთვის რომ რაღაცა ძალები აღადგინოს. ძალები აღადგინოს. ერთ-ერთი რაღაც ეხა მიდის საუბარი და რაც იქნება აუცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, ეს არის გარანტიები უკრაინას. უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც ბუდაპეშტის მემორანდუმით მიიღო თითქოს გარანტიები ქვეყნების დიდი ქვეყნებისაგან, ანუ შეერთებული შტატებისაგან, რუსეთისაგან, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისაგან, მაგრამ რა მოვიდა ამ გარანტიებს? ხო, რა მოვიდა ყირიმს, რა მოვიდა დონბასს, რა მოვიდა ლუჰანსკს. ხო, ანუ ეს გარანტიები რეალობაში ვერ გარდაისახა რა, ანუ ვერც ერთმა გარანტორმა ქვეყანამ ვერ უზრუნველყო მისი უსაფრთხოება და პირიქით ერთ-ერთი გარანტი ქვეყანა თავად აღმოჩნდა აგრესორი. შესაბამისად, ახლა უკრაინა ბუნებრივია ყველა ვარიანტში ერთ-ერთი პირველი დააყენებს მოთხოვნას რომ მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, საუბარი რაღაც 150,000-იან კონტინგენტზე. მეორე მხრივ ჰექსეტმა ამერიკის თავდაცვითმა პირდაპირ თქვა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები იქ არ იქნებიან. ამერიკელი ჯარისკაცების გარეშეც კი შესაძლებელია ვთქვათ რაღაც სამშვიდობო კონტინგენტზე საუბარი, მაგრამ ამერიკული დაზვერვის, ამერიკული შეერაღების, ამერიკული ავიაციის ხარდაჭერის გარეშე ეგ ყველაფერი, სისულელია რა, ფარსია. შესაბამისად, თუ უკრაინა ამ გარანტიებს ვერ მიიღებს, რა სურათამდე მივიდოთ, ახლა ისტანბულის მოლაპარაკებები რო იყო, ძალიან ბევრი რუსული პროპაგანდისტული ვრცელდება ამბები რა, მაგაზე რომ აი უკრაინა უნდა დათანხმებულიყო და რეალურად საუბარი მაშინაც იყო გარანტიებზე და რუსეთი მაშინაც პრაქტიკულად კაპიტულაციას თავაზობდა უკრაინას, როცა ეუბნებოდა რომ რაღაც მოდი, ანუ უკრაინას პრაქტიკულად ყველანაირი შეერაღება უნდა შეემცირებინა ჯარის რაოდენობა, ასევე ფრონტის ხაზიდან 85 კილომეტრ იქეთ უნდა განლაგებინა არტილერია და შეერაღება და აი ამას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რუსეთი თავისი არსით, ხო? მით უმეტეს პუტინის რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მუდამ რაღაც აგრესიაზე მიდის და ამის შესახებ აი ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს საუბარი და ჩვენ არ უნდა გავუწყდებოდეს ქართველებს, იმიტომ რომ ჩვენთან ორი ომი სამხრეთ ოსეთით და აფხაზეთი რუსეთმა მოაწყო მაშინ, როცა იყო ყველაზე სუსტი. როცა 91 წლიდან დავიწყოთ საერთოდ გიდათ სამოქალაქო ომიდან, მაგრამ 91-13 წლებში რუსეთი არანაირად არ იყო ძლიერი, იყო ძალიან დასუსტებული და ამის მიუხედავად თავის სუსტ მეზობელთან, რომელთანაც გაუვიდა დაჩაგრა, ხო, ანუ ატეხა ომი და ამ ომის შედეგები დღესაც გვაქვს. ზურა, არის ნიშნები იმისა, რომ მაგალითად კოლექტიური დასავლეთი მზადა გადახედოს, ასე ვთქვათ, უკრაინის უსაფრთხოების საკითხს და აიღოს თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა.
საქმის მაგაშია რომ ეს კოლექტიური დასავლეთი სამწუხაროდ არსებობს მხოლოდ აი საქართველოში რაღაც მესამე ხარისხოვანი ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე პროპაგანდისტების თავში. იმიტომ რომ, ნუ თქვათ პროდასავლურებიც ხშირად იძახიან სამწუხაროდ აი კოლექტიური დასავლეთი. სად ხედავ შენ კოლექტიურქმედებებს დასავლეთის მხრიდან, ხო? დასავლეთის ნაწილი არის დაუშვათ ორბანი და ფიცო. გეოგრაფიულად ხო არის, ან ტერიტორიულად არის. და მაგრამ რეალურად არის ორბანი და ფიცო დასავლური სამყაროს ნაწილი. ან სამწუხაროდ დასავლურ სამყაროს შიგნითაც საკმაოდ ბევრი განხეთქილება, მათ შორის იდეოლოგიური, ეწმინდა მემარცხენე, მემარჯვენე განხეთქილებები. ჩვენთან არა იმდენად დიდი განხეთქილება მემარცხენე იდეოლოგია შორის როგორც დასავლეთში და შესაბამისად ყველაზე რთული რაც არის, ზუსტად ეგ არის, რომ ერთიანი პოზიციის მიღწევა. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ახლა პოზიტიურ მხარეზეც ვისაუბროთ, ანუ სავარაუდოდ გერმანიის არჩევნები რომ ჩაივლის კიდევ უფრო რაღაც კონსოლიდირება მოხდება დასავლური პოზიციების, მოდი გავყოთ ორი პოზიცია, ეს იქნება ამერიკული პოზიცია და ეს იქნება ევროპული პოზიცია, იმიტომ რომ ობიექტურად რო ვისაუბროთ, ამერიკისთვის უკრაინაში მიმდინარე ომი არ წარმოადგენს უშუალოდ მის საზღვრებთან ომს და ანუ ამერიკის საზღვრები საკმაოდ შორია უკრაინის სახელმწიფო საზღვარისგან, ხო, რუსეთთან საზღვარიც რაღაც დიდი და მცირე დიომენის კუნძულები რომ არის ალიასკასთან რა, სულიად სხვა მხარესაა. შესაბამისად, ევროპული პოზიცია, ანუ ევროპისთვის ეს გაცილებით დიდი გამოწვევა უსაფრთხოების მხრივ, იმიტომ რომ თუ კი უკრაინაში დამყარდა ეგრეთ წოდებული ცუდი მშვიდობა, ანუ მშვიდობა, რომელიც ძალიან მალევე დაირღვევა, უახლოეს პერსპექტივაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციები ლიტვა, ლატვია, ესტონეთში, პოლონეთში და ასე შემდეგ რა, იმიტომ რომ ეს ამბიცია არსად არ წავა რა და ეს მილიონიანი არმიაც რომელიც მოგროვილი ყავთ, თავი ზოგი ინვალიდებით თუ ზოგი ამ შტრაფნიკებით და ზეტნიკებით, ეს მილიონიანი არმიაც რუსეთს ალბათ ურჩევნია რაღაც სხვა ამოცანებისთვის გამოიყენოს. ანუ ცუდი მშვიდობა პირველ ყოვლისა ცუდი იქნება არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის. გერმანიას სიტყვაზე რო ავიღოთ, ომი გაცილებით უკვე მიუახლოვდა, ვიდრე იყო 2008 თუ 2014 წლებში რა და ანუ აი ესე რომ დავყოთ, რომ კოლექტიური ევროპა, რომელსაც ეს უკვე არის უშუალოდ უსაფრთხოების გამოწვევა, აქეთ ამერიკა, რომელსაც ეს შეიძლება არ იყოს უშუალოდ უსაფრთხოების გამოწვევა, მაგრამ აუცილებლად არის პრესტიჟის საკითხი და ტრამპი ზუსტად ის ადამიანია, რომელსაც სიტყვა პრესტიჟი, ну პრაქტიკულად ეგ ხო make America great again, ხო მოდი კიდევ ერთ მისი იმიჯია. ხო, მისი იმიჯი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მისი პირველი და მეორე პრეზიდენტობის ძირითადი ლოზუნგი ეს იყო, რომ მოდი კიდევ ერთხელ დიდებული გავხდეთ ამერიკა რა, great again, ხო და ახლა ვერ გახდება ამერიკა ესეთი თუ თავის მოკავშირეები მიატოვა. პლუს თუ გახსოვთ თქვენ როგორ აკრიტიკებდნენ ბაიდენს ავღანეთიდან ჯარების გამოსვლის შემდეგ, რომ აი მოკავშირეები მიატოვა და ასე შემდეგ. არ მგონია ტრამპს უნდოდეს პრეზიდენტობის დაწყება დაახლოებით იგივენაირი სცენარით რა. რაღაც არ გავს ამას. პლუს აი ხო რაღაც ირიბი ინდიკატორები, რომელიც რაღაცა შეიძლება მიანიშნოს. მაგალითად, გუშინ ტრამპმა მიულოცა სერბეთის პრეზიდენტს რა. არ ვიცი, დამოუკიდებლობის დღე იყო თორსები სერბეთში. უბრალოდ ვთქვათ, მიზეზით მიულოცა, მაგრამ საინტერესოა მის აუცილებლში რა ეწერა, რომ ის ძალიან აფასებს პრეზიდენტ ვუჩიჩის თანადგომას უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. და სიტყვებს აქვს მნიშვნელობა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი მის აუცილებლშია სიტყვები, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ანუ პირდაპირ ასახელებს რუსეთს როგორც აგრესორს. ხო, ეგ ერთი. მეორე არ შეწყვეტილა ორდღიანი წყვეტა იყო რაღაც დაიწერა სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ. ჩვეულებრივ გრძელდება ეგ ყველაფერი. ხო? ამას გარდა რასაც კელოგი აჟღერებს თუ სხვები აჟღერებენ, ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც რუსები ელოდნენ. ხო, ანუ კელოგი მაგალითად ევროპელებს ეუბნება, რომ უბრალოდ იყიდეთ ამერიკული არაყი და მიაწოდეთ უკრაინას. სიტყვაზე რა, ანუ ისევ და ისევ ის საუბარი რაც არის იშვიათ მეტალებზე. რა? ტრამპი არ მარტო ცდილობს თქვათ რაღაც უკრაინა გააძლიეროს ჩემიათ ამ განცხადებით, არამედ საკუთარ ამომრჩეველთანაც ცდილობს რომ რაღაც ლოგიკა დაანახოს საკუთარ ამომრჩეველს, აი ჩვენ უკრაინას ხარს იმიტომ კი არ უჭერთ, რაღაც მარტო იდეოლოგიური მოსაზრებები გვაქვს, ან ჩვენ რაღაც პრაქტიკული ინტერესიც რა და ეხლა ეს ყველაფერი კომბინაციაში პრინციპში
საკმაოდ ოპტიმისტურ სურათს გაძლევს. უბრალოდ ძალიან ოპტიმისტური შენ ვერ იქნები რა. ანუ ისე და ისე ძალიან ოპტიმისტური თუნდაც იმიტომ ვერ იქნები, რომ თბილისიდან რამაზან შეობა ნავიდეთ ის გამოდის ხო ხდები რა, ზედმეტი წარმოდგენა. პირველი კონტურები გვეცოდინება ალბათ მიუნხენის კონფერენციაში. კონტურები გვეცოდინება, კი, რა თქმა უნდა, რა, მაგრამ საბოლოო ჯამში რა სახეს მიიღებს, იმიტომ რომ ეს კონტურები უნდა იყოს მისაღები ორივე მხარისთვის, რა. და უცად ეგაა რომ შეიძლება რუსეთმა ვერ მიიღოს, მათ შორის შიდა გარკვეული ოპოზიციის გამო. ანუ პუტინმა რა ქნა, პუტინმა გაანადგურა შიდა ოპოზიცია, ეს ლიბერალური რაღაც შვიდობიანი პროტესტანტები ვინც იყო ასე გაანადგურა და გააძლიერა, ძალიან გააძლიერა ეს რაღაც მემარჯვენე იმპერიალისტური ტიპები, რა. და ამ იმპერიალისტურ ტიპებს მისცა დაპირება, რომ იმპერია ეს აღადგენდა. და რა იმპერიის აღდგენა გამოდის დონეცკი და ლუგანსკის ოლქები ვერ აიღო. ანუ შეიძლება პუტინს ძალიან დაჭირდება, რომ შიდა აუდიტორიაზე გაყიდოს ეს გამარჯვება. შიდა აუდიტორიას უთხარს, რომ აი ჩვენ მივიღეთ ის რაც გვინდოდა. რა და ანუ არის ეგეთი გამოთქმა რომ როდესაც ვერ მიაღწიეს იმას რაც უნდოდაო მიღწეულზე თქვეს რომ აი ეს გვინდოდაო დაახლოებით ის ხო და ნუ არ მინდა რომ ლოგიკურად ეს კითხვა დავსვა მაგრამ მაკეთკენ მივდივართ მაინც რა და ნუ მაშინ საქართველოს რჩება ხო ანუ ის მეზობელი სადაც ძალიან მარტივი არის რაღაცის გაკეთება ხო მით უმეტეს იმ პირობებში როდესაც ქართული ოცნების გენიალური პოლიტიკის გამო ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე ვრჩებით. ხო, ან დღეს ვინ არის ჩვენი მოკავშირე, პრაქტიკულად არავინ არ არის, ხო, ამათი სისულელეების გამო. ძალიან ისეთი კითხვა, ანუ პირველ რიგში გაჩვენ როგორ დამთავრდება უკრაინაში. უკრაინაში თუ რუსეთმა მოიგო და მიიღო ყველაფერი, ხო? ეგ ძალიან ცუდი სცენარია, ну თითქმის გამოვრიცხავ, მაგრამ ძნელი გამოსაეცხე ახლა მე 100%-ით. და ანუ ჩავთვალოთ, რომ მაგ შემთხვევაში ეშვება რაღაც ახალი რკინის ფარდა და ვიღებთ ახალ ცივომს რა რაღაც პერსპექტივაში. მეორე მხრივ თუ დაუშვათ ისეთნაირად წაგო ან მიიღო ისეთი პირობები ზავის, როდესაც დაჭირდება ახალი და ძლევამოსილი, პატარა და ძლევამოსილი ომი, ხო რაღაც. იაპონიასთან ომის ანალოგია რო გამოვაყენოთ, როდესაც თავის მოსახლეობას რაღაცა ომს მაინც შესთავაზებს და გაასაღებს. ხო, ძალიან ირონიული იქნება, მით უმეტეს ქართული ოცნება რო მას იძახდა რა ქვია, არა ომს კი მშვიდობასო. მეორე მხრივ ისევ და ისევ დასავლეთის მხარდაჭერის იმედი მექნება, მეტი არ არის. რა, მათ შორის თურქეთისაც, რომელიც ასევე დასავლეთის ნაწილია და თურქეთი აქვს ქვეყანა, რომელმაც რეალურად თურქეთმა გააგდო სირიიდან რუსეთი. სხვას არავის არ გაუგდია. ხო? და აქვს ამბიციები და თურქეთის ინტერესებში არანაირად არ შედის რუსეთის ზედმეტი გაძლიერება რეგიონში. მაგრამ ну, ჩემთვის მე ეგეთ სცენარს მაინც გამოვრიცხავ. ალბათ ყველაზე რეალისტური სცენარი ის რა იქნება, გიორგი? ყველაზე რეალისტური ის იქნება, რომ გამომდინარე იქიდან როგორ აკონტროლებენ რუსები მასმედიას, ან პუტინი როგორ აკონტროლებს მასმედიას ქვეყანაში, ნებისმიერ რაღაცას გაასაღებენ მოგებად, თუნდაც ამას, ან თუნდაც რაღაც ნეიტრალურ პირობებზე დაზავებას. შემდგომში უკმაყოფილოები ვინც იქნებიან, ან ნახევარს ალბათ მოგთამავენ, ან დუმაში, ან გუბერნატორებად გაუშვებენ და ნუ მეორე ნახევარს გაანეიტრალებენ, დაახლოებით სტრელკოვის მსგავსად. მაშინაც იყო დიდი მოლოდინები, შენ თუ გახსოვს, რომ აი სტრელკოვის ირგვლივ გაერთიანდება რაღაც რუსეთის პატრიოტული იმპერიალისტური ნაწილი, მაგრამ ზედმეტ ჩვენთან არის ხოლმე პრიგოჟინის პრიგოჟინის რესურსები ქონდა. ეგაა ზუსტად რომ პრიგოჟინის მსგავსი რესურსები არავის არ ქონდა. პრიგოჟინს ქონდა ავტორიტეტი, პრიგოჟინს ქონდა რესურსები, პრიგოჟინს ქონდა თავისი გასამხედროებული დაჯგუფებული, თავისი არმია ქონდა ტიპს რა. და შესაბამისად ამ რუსეთს რო დახედო, აი ტელეგრამებზე გაბნეულ რუსეთს, სადაც ყველაფერი კონტროლდება, სადაც Facebook-ი, YouTube-ი, ასე შემდეგ, ყველა სოციალური კონტროლდება, შანსი არა. ნაწილს მოგთამავენ, ნაწილს გააჩუმებენ. კიდე პატარა ომში შესვლაც კი რუსეთისთვის მათ შორის ეკონომიკურად შეიძლება აღმოჩნდეს მიუღებელი. იმიტომ რომ სანქციების მოხსნის ინტერესიც აქვს რა.
პირდაპირ ჟღერდება ეს, რომ აი სანქციები უნდა მოიხსნას რუსეთს. სხვანაირი მშვიდობა მათ არ აწყობს. და იქ ერთი მომენტი რაც არის კიდევ რომ ეს როგორ თქვა ეკონომიკური კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია რა. ახალ ომის დაწყებას რუსეთს ურჩევნია 5 წელი მოიცადოს და მერე დაიწყოს რაღაც ახალი ომი და უბრალოდ ამიტომ რომ აი ქართული ოსმალეთის პოლიტიკა რატოა ყველგან დამანგრეველი ქვეყნისთვის რომ აი 5 წლის მერე შეიძლება მართლა ჩვენ ვიყოთ პირველი სამიზნე უბრალოდ იმიტომ რომ თავის მოსახლეობისთვის რაღაც სამდღიანი სპეცოპერაცია ქონდეს მისაღები. ზურა, დიდი მადლობა, ცოტა ოპტიმისტებიც ვიყოთ, დაველოდოთ რა იქნება მიუნხენში და მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი სიმართლეებით რა. უბრალოდ როდესაც პროგნოზს თავაზობ რა, ეხა ოპტიმისტური პროგნოზები რომ შემოგთავაზო და პესიმისტური და სრულ მოდელი არ ხდება რა. მე არ მიყვარს სრულ მოდელი რა თქმა უნდა. მადლობა კიდევ